მუქარის ზარები და ზეწოლა დიმიტრი სანაკოევის მთავრობის ყოფილი მინისტრის მისამართით კანადაში მცხოვრები მაია ცაბოშვილი ოჯახის წევრებზე განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობს. სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის წარმომადგენელი მაესტროს იმ მიზეზებზე ესაუბრა, რის გამოც საბოშვილს საქართველოს მთავრობამ ქვეყნის დატოვება აიძულა. რა ინფორმაციას ფლობს სანაკოევის ექს-მინისტრი თიკა ანდღულაძე, მოგიყვებათ. დიმიტრი სანაკოევის ყოფილ თანაგუნდელ მაია ცაბოშვილის თბილისში მცხოვრებ ოჯახს ემუქრებიან. ამაზე თვითონ ექს-მინისტრი საუბრობს. ის დღეს მაესტროს დაუკავშირდა კანადიდან, სადაც თავშესაფრის მისაღებად რამდენიმე წლის წინ წავიდა. მაია ცაბოშვილი ამბობს, რომ მას საქართველოს ხელისუფლებასა და დიმიტრი სანაკოევისგან განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდა, რაც მისი დევნის მიზეზი გახდა. ექს-მინისტრის თქმით, ქართველი ძალოვანი უწყების წარმომადგენლების მხრიდან ზეწოლა ამჟამად მის შვილებზე გრძელდება. ჩემსა და დიმიტრი სანაკოევის შორის, რა თქმა უნდა, ჩემსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის რომ იყო გარკვეული განსხვავებული თქვათ ხედვები, პოზიციები, ეს თუნდაც იმით დასტურდა, რომ ჯერ კიდევ 2007 წლის ზაფხულში მე კატეგორიულად ვთქვი, რომ ამ პროექტში არ დავრჩებოდი, თუმცა ალბათ ქართული საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თავის დროზე მე ვიყავი ერთ-ერთი აქტიური, ძალიან კარგად იცის მავანმა, რომ ჩემთვის ყველაზე მძიმე და ყველაზე სერიოზული დაწოლის შესაძლებლობა, ისე როგორც ყველა ნორმალური მშობლისთვის, ბებისთვის არის ჩემი შვილები, ხო? ქალიშვილზე შედარებით ნაკლები პრობლემაა, მაგრამ ვაჟი ორჯერ მოხდა მოწყობილ ავარიაში. დროებითი ადმინისტრაციის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი იმასაც ამბობს, რომ მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მედიისა და სოციალური ქსელის მეშვეობითაც ხორციელდება. მაია ცაბოშვილი ამბობს, რომ მისი დევნის ერთ-ერთი მიზეზი აგვისტოს ომის შესახებ მის მიერ გაკეთებული განცხადებებიც გახდა. მე მინდა გითხრათ, რომ ამ ომისთვის სამწუხაროდ ყველა მხარე წინასწარმზად და არ ვიქნები განსაკუთრებით ორიგინალური და არ ვიწყდით განსაკუთრებულ სიახლეს, ახალი მხარეც სერიოზულად ემზადებოდა გარკვეული ძებისმიერი გზით აფხაზეთის მიმართულებით თუ ცხინვალის მიმართულებით რაღაც აქტიური მოქმედებებისკენ. ასეთ განცხადებას მაია ცაბოშვილის გარდა დიმიტრი სანაკოევის მთავრობის კიდევ 3 ყოფილი მინისტრი აკეთებს. თითოეული მათგანის მონათხრობი ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრმა დოკუმენტურ ფილმში ასახა. Ქონდა ინფორმაციები, რომ ისინი მათგან ქონდა ინფორმაციები, რომ ისინი ინტენსიურად დევნას განიცდიდნენ, მათ უთვალთვალებდნენ და ასე შემდეგ. დევნის მიზეზი ანუ ის, რომ ისინი არ ეთანხმებოდნენ საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ პოლიტიკას, თუნდაც ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში. მუქარისა და ზეწოლის ფაქტებს სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის პრეზიდენტი დიმიტრი სანაკოევი კატეგორიულად უარყოფს. ყოფილი მინისტრების მონათხრობს დიმიტრი სანაკოევი ახსნას ვერ უძებნის, რადგან მისი თქმით თითოეულმა მათგანმა დაკავებულ თანამდებობაზე უარი საკუთარი ნებით თქვა და პირობების გასაუმჯობესებლად საზღვარგარეთ ცხოვრება გადაწყვიტა. პირველად გავიგე ეს ეგეთი რამე რა, მაია ცაბოშვილი ჩვენთან წავიდა თავის იმაზე, რომ დაწერა განცხადება არაფერი არ იყო მათთან. მე წასვლა მინდაოდა დაწერა განცხადება და წავიდა და მე ახლა კანადაზე რისთვის წავიდა ეს მართლა ნამდვილად არის. სულია მართლა მე საერთოდ ჯერჯერობით ის ქალია და ქალთან მე რა მინდა რომ რაღაცა ზეწოლა და რაღაცაზე უნდა შევიდოთ რა. მართლა საზღვარგარეთ წავიდნენ ისინი რუსეთში წავიდნენ ქართულსებები ძმები და მე ბობა წავიდა თავისი იმით რა. დიმიტრი სანაკოევის ასეთი პასუხი კანადაში გაქცეულ მაია ცაბოშვილს არ გაკვირვებია. მისი თქმით, სანაკოევი თავისი ყოფილი მინისტრების წასვლის ნამდვილ მიზეზზე არ საუბრობს. მაია ცაბოშვილი კი საკუთარი ოჯახის წევრების დაცვას მედიის წარმომადგენლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს